შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. საშინაო დიპლომატია, მეხუთე. რა კარგი იქნებოდა დედები, რომ თავისი ქალების გულითაც საქმეებში არ ერეოდნენ, სადღაც გაგონილი. ვარდო კორნელის ოთახში შევიდა და საწერ მაგიდასთან დაჯდა. ტანზე შალის მოსასხამი შემოეტმასნა და კორნელის თვალი გაუსწორა. ნინოს სწორედ დედის მსგავსი თვალები გამოჰყოლოდა, ასეთივე შუქიანი, ასეთივე შავი გუგა და ოდნავ მოცისფერო თეთრი გარსი. სიყვარულისა და პატივისცემის გარდა სხვას არაფერს არ გრძნობდა კორნელი ამჟამად ამ დარბაისელი და ლამაზი ქალის მიმართ. სიჩუმე ჩამოვარდა. გუშინდელი უსიამოვნების გამო კორნელის ბოდიში უკვე მოხდილი ჰქონდა ვარდოსა და ნინოს წინაშე და ახლა მის განმეორებას აღარ აპირებდა. იგი უხერხულად იჯდა სკამზე და საუბრის დაწყებას ელოდა. ბოლოს ვერ გაუძლო ლოდინს და თვითონვე დაიწყო. რა გნებავდათ ქალბატონო ვარდო, ჩემთვის გეთქვათ. ხმა მომტყუნა და თვალი მოარიდა. ვარდომ პასუხის ნაცვლად ქაღალდის საჭრელი ძვლისდან აიღო, შეაბრუნა და მაგიდას ტარით დააბჯინა. ფინური ბებუთივით გაღუნული დანის წვერი ჰაერში თანაბრად ირხეოდა. კორნელიმ შენიშნა, როგორ კანკალებდა ძვირფასი ბეჭდებით შემკული ვარდოს პატარა და თეთრი ხელი. ვარდო აშკარად ღელავდა. კორნელის გულის ძგერა მომატა და გაიფიქრა. ეთყობა ვარდო რაღაც საშინელის თქმას აპირებსო. ტანში გააჟრჟოლა. მაშინვე ქალის ნარნარი და ღელვარებით სავსე ხმა გაისმა. კორნელი, თქვენ ახლა ბავშვი აღარა ხართ. სრულუფლებიანი მოქალაქე ბრძანდებით. საკუთარი თავის ბატონ პატრონი, რომელსაც ბევრი რამ მოეკითხება. ასე არ არის? ასე გახლავთ. მაშ პირდაპირ მიპასუხეთ. მიპასუხეთ ისე როგორც ქალბატონ ტერეზას შვილს შეჰფერის. სუნთქვა უჭირდა და მაღალი მკერდი საბერველივით ერხეოდა. ვაი შენ ჩემო თავო, გაიფიქრა კორნელიმ. ვარდომ პირდაპირ ჰკითხა. გიყვართ თუ არა თქვენ ჩემი ქალი? კორნელის არ მოეწონა რატომღაც ჩემი ქალი და მიუგო. განა შეიძლება ქალბატონო ვარდო, თქვენი ქალი კაცს არ მოსწონდეს და არ უყვარდეს. სიტყვას ბანზე მიგდებს. გაიფიქრა ვარდომ და დაჟინებით გაუმეორა. მე მაგას არ გეკითხებით. გაუმჟღავნეთ თუ არა ჩემს ქალს სიყვარული, ნუ დამიმალავთ. მე ნუ დამიმალავთ. მე ბევრი რამ ვიცი და ბევრ რამესაც ვგრძნობ. კორნელის მაშინვე მოაგონდა, ნინო რომ მორცხვი, გულჩათხრობილი ქალი იყო, ამაყიც და მიჯნურობის მალვას ჩვეოდა. ისიც მოაგონდა თუ რა უთხრა ნინომ, როდესაც ცოლობაზე დასთანხმდა. კორნელი, არავის არ უთხრა რაც დღეს გითხარი.
მე არ მინდა ვინმე იცოდეს, მე მრცხვენია. ეს მოაგონდა კორნელის და ვარდოს განუცხადა. ჩვენ სიყვარულზე ლაპარაკი არ გქონია. მართალს ამბობ, კორნელიმ უტიფრად შეხედა და მტკიცედ მიუგო. მართალს მოგახსენებთ. მერმე თავი დახარა და მალულად ვარდოს ხელს დააცქერდა. ვარდო ისევ ძვლის დანას აწვალებდა. მღელვარების გამო ქაღალდივით თეთრი და ნაზი ხელი სისხლისაგან დაშრეტილიყო და კანის ქვეშ ცისფერი ძარღვების ხლართი ილამდებოდა. თითებზე წამოცმული ბეჭდების თვალი, პატიოსანი ზურმუხტი, ლალი და ამეთვისტო ლამფის შუქზე 1000-ფრად ენტებოდნენ და ციმციმებდნენ. ნუ თუ სიყვარულზე საუბარი არ გქონიათ, სიყვარულსა მალვა უნდა ნათქვამია, მაგრამ არა დედის წინაშე. კორნელიმ საწერი მაგიდის ლამპასთან თავდახრილ ქალს შეხედა. შუაზე გაყოფილ, მუქ წაბლისფერ თმაში ვარდოს ჭაღარა შეპარვია აქა-იქ. თითქოს ობობას ძნელად შესამჩნევი ქსელი გაუბამსო. რისთვის ამბობთ მაგას? გულითადი ხმით ჰკითხა კორნელიმ. იმიტომ რომ დედა ვარ, მინდა ვიცოდე რა გზას დავადგე. ჩემი ქალის ბედიღბალი როგორ წარუმართო. კორნელი რატომღაც აენთო. ელვის სისწრაფით ჩატარდნენ მის გონებაში კითხვები. საქმროს ეძებთ? იქნებ მოსძებნეთ კიდეც, პლატონ მოგველაძე ხომ არა? ჩემი სიძობა ხელს არ გაძლევთ. სისხლი აემღვრა პატივმოყვარე ჭაბუკს. მრისხანეთ შეხედა ვარდოს და აღარ მოერიდა. თქვენ გამორკვეული მდგომარეობა ყვარებიათ. ეს ცუდი როდია, მეც ასეთი ვარ. ეხლა ნება მიბოძეთ და შეგეკითხოთ. მე და ნინოს ერთმანეთისათვის სიტყვა რომ გქონდეს მიცემული. ეს ხომ არ დაღუპავდა თქვენს ქალს? უი ჩემ დღეს. ეს როგორ გამიბედა? იქნებ მართლაც მიცემული აქვთ ერთმანეთისათვის სიტყვა და მე მიმალავენ. გაიფიქრა ვარდო. კორნელი, ისევ გიმეორებთ. თქვენი და ნინოს დამოკიდებულების გამო თუ შეგეკითხეთ, ეს იმიტომ რომ დედა ვარ და ყველაფერი უნდა ვიცოდე. მაგრამ შვილის ბედიღბლით არ უნდა ივაჭროთ. გაიფიქრა კორნელიმ და უკმეხად შენიშნა. თქვენ მართალს არ ლაპარაკობთ. კორნელი, როგორ გეკადრებათ ეს? მაპატიეთ, ქალბატონო, მე მეგონა თქვენ სულ სხვას ფიქრობდით. მაინც იქნებ სასიძო გყავთ მოძებნილი. ახლანდელ ჭაბუკებს განა რასმეს გამოაპარებ? გაიფიქრა ვარდომ და პასუხი მიკიბ-მოკიბა. რა დროს ნინოს გათხოვებაა? ნინო ჯერ ბავშვია. ჯერ უმაღლესი სასწავლებელი უნდა დაამთავროს, ცხოვრება ნახოს, გაიგოს და მერმე ქმარშვილს მოეკიდოს. ქურთის ქალი ხომ არ არის 13 წლისა რომ გავათხოვო? განა მე კარგი ჩავიდინე 17 წლისა რომ გავთხოვდი. 2 წელი დაიკლო ვარდომ. სპიერად გაიღიმა და გვერდზე ჩამწკრივებული ოქროს კბილები გამოუჩნდა. ვარდო კარგი პატივით შენახული ქალი იყო. 30 წელზე მეც არ მისცემდა კაცი. ტუჩებსა და თვალებთან თუ შეამჩნევდით, დროჟამისაგან გაბზარული სახის კანზე ვიწრო ნაოჭებს. არც თქვენ გირჩევთ, კორნელი, უნივერსიტეტის დამთავრებამდე ცოლშვილის მოკიდებას. განაგრძო ვარდომ. ახლა ისეთი უკუღმართი დროება დადგა, რომ კაცი კაცს ვეღარ დაეხმარება, ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს. ძმის იმედით ოჯახს ვინ მოჰკიდებია? ამ დედა თქვენს რაღა შერჩა, რომ იმ ქრივი და მარტოხელა ქალის იმედით ფართო ლოგინი გაშალოთ.
ეს მართალია ქალბატონო ვარდო, მაგრამ გარწმუნებთ, ცოლშვილზე ჯერ არ მიფიქრია. ჯერ მეც უმაღლეს სასწავლებელს დავამთავრებ, ფეხზე დავდგები და მერე ვნახოთ. მიუგო დამცინავი ღიმილით კორნელიმ, რადგან წინასწარ იცოდა, თუ როგორ ასიამოვნებდა ასეთი პასუხით ნინოს ბედიღბლით შეშფოთებულსა და წარჩინებული სიძის მაძიებელ დედას. ყოჩაღ, თქვენ სწორი გეზი აგიღიათ. მოუწონა ვარდომ და დასძინა. შეიტანეთ თუ არა თქვენ განცხადება უნივერსიტეტში. ჯერ არ შემიტანია. აკი დაგვიანებულია. ახლა შევიტან, ალბათ მიმიღებენ. ჯერ მხოლოდ 3 ფაკულტეტია გახსნილი: სიბრძნის მეტყველების, სიტყვიერებისა და სამკურნალო. თქვენ რომელზე აპირებთ შესვლას? სამკურნალოზე. მამისა და ძმის კვალს გინდათ გახვეთ? გაუღიმა ვარდომ. კორნელის ესიამოვნა ვარდო რომ ასეთ ცნობის მოყვარეობას იჩენდა მისი მომავლის მიმართ. ეს კარგი ნიშანია. იქნებ დაწუნებული სასიძო არ ვარო, გაიფიქრა, მაგრამ ეს სიხარული წამიერი აღმოჩნდა, რადგან ვარდომ საუბარი მოულოდნელად სულ სხვა გზით წარმართა. ახლა დეიდა თქვენი ელენეც თბილისშია და არა გიშავთ, ხელს შეგიწყობთ. შესანიშნავი ბინა მისცეს. ერთი ოთახი კორნელის უნდა დაუთმო. ჩემთან იცხოვრებს და მივხედაო. თვითონვე მითხრა, წარმოგიდგენია, როგორ გაეხარდება ეს ამბავი ქალბატონ ტერეზას. ქალბატონ ტერეზას რა მოგახსენოთ, ხოლო კორნელის კი არ გაეხარდა. პირიქით, ეკალივით მოხვდა გულზე ვარდოს ნათქვამი. ქალბატონო ვარდო, თუ თქვენ არ გაწუხებთ, მე მაინც აქ მირჩევნია ცხოვრება. გულუბრყვილოდ უთხრა კორნელიმ. თქვენ რითი უნდა შეგვაწუხოთ? აბა რას აბრძანებთ, მაგრამ რა ანგარიშია? ელენეს მიერ თქვენთვის მიჩნეული ოთახი ამაზე ორჯერ მეტია. მიუგო ვარდომ და ღარიბულად მოწყობილ კორნელის პატარა სტუდენტურ ოთახს მუშტრის თვალი შემოავლო. რა შედარებაა? იქ გირჩევნიათ ცხოვრება. აბა რა სათქმელია? დაამღერა თელაურ კილოზე ვარდო. კორნელის ეწყინა და მოუფიქრებლად წამოსცდა. ამაზე 4ჯერაც მეტი რომ იყოს, მე მაინც აქ მირჩევნია. შენ კი გირჩევნია, შენმა გაზრდა, მაგრამ ჩვენ აღარ გვკითხავ, გვირჩევნია თუ არა. გაიფიქრა ვარდომ. წარბები შეჰყარა და შუბლზე მრისხანებით სავსე კოპები დააჯდა. მაგრამ მალე გახსნა შუბლი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვჭირდება ჩვენ ახლა ეს ოთახი. გარდა იმისა, რომ დიდედა ჩვენი ქალბატონი ივლიტე ამ ზამთარს ჩვენსა იქნება, კიდევ ერთი გარემოება გვაიძულებს მე და ესტატეს გთხოვოთ თქვენ დაგვითმოთ ეს ოთახი. აღარ მოერიდა ვარდო. კორნელი გაწითლდა. მერმე თანდათან დაცხრა და გაიფიქრა. ჩემი მოშორება გადაუწყვეტიათო. სასოწარკვეთილ ჭაბუკს სახსრები მოეშალა. ძალა გამოელია და ცივმა ოფლმა დაასხა. თითქოს საყვარელი არსება გარდაეცვალა და განშორების ჟამს უცნაური ხმა ჩასძახის. შვიდობით, შვიდობით. ვარდო ამაოდ ელოდა პასუხს. კორნელი დამბლა დაცემულივით იჯდა და ზდუმდა. ვარდო გაბრაზდა. მაგრამ ისევ დაიჭირა თავი. ისევ დიპლომატია არჩია. თქვენ ალბათ არ გაგიგონიათ სამწუხარო ამბავი. ერთი თვეა, რაც ელო ქმარს გაეყარა. აიმ თქვენ ლოთ მეგობარს, მიხა მაჭავარიას. რას აბრძანებთ? გამოერკვა ფიქრებში წასული კორნელი. დიახ, მიუგო ვარდომ და განაგრძო.
როგორც მოგეხსენებათ, ელოს ჩვენს მეტი არავინ არ ახავს თბილისში. ჩვენა ვართ მისი პატრონი. ელო უცნაური ადამიანია. ჩვენ არც კი შეგვატყობინა თავისი უბედურება. ხან ერთთან და ხანაც მეორე ამხანაკთან ათევს თურმე ღამეს, საცოდავი. როიალი, საწოლი, ხალიჩები, სავარძლები და სხვა ნივთები კი ამ გარეწარი ქმრის ბინაზე დაუტოვებია. ხომ იცით, ელო ესტატეს ძმის წულია და ასე უპატრონოთ, აბა როგორ დავტოვებთ? ნერვები ისედაც მოშლილი ჰქონდა უბედურს და რა გუნებაზე იქნება ახლა? მეშინია ცუდი რამ არ გააკეთოს. ვარდოს თვალზე ცრემლი მოადგა. ვინ იცის რისთვის მოადგა ეს ცრემლი? ელოს უბედურებისა, ნინოს ბედიღბლისა თუ ამ პატარა ოთახის დაბრუნების გამო? ამ ცრემლს კორნელის თანაგრძნობა არ გამოუწვევია. კორნელის თავისი დარდი აწუხებდა, მაგრამ ბოლოს ხომ უნდა გამოეთქვა რამე ამ უბედური შემთხვევის გამო. მე არ ვიცოდი, ელო თუ მიხას გაეყარა. ვარდო შეწუხდა, რადგან კორნელი ოთახის დათმობაზე პასუხის გაცემას გაურბოდა და უკმეხად მიუგო, ლოთობისა, ოხრობისა და გარყვნილების გამო. ღმერთი შეაჩვენებს მას. ელო მეწოდება, თორემ ის წყალსაც წაუღია. ჯანდაბის იქეთ გზა ჰქონია, რას დავეწებ? კორნელი გაოცდა. არასოდეს არ უნახავს ვარდო ასე გაბრაზებული. ვარდომ განაგრძო. ელოს იღბალი არ ჰქონია, მაგრამ რა? თავის თავს დააბრალოს. ერთი ნახვით შეიყვარა და ისე ჩამოეკიდა კისერზე იმ უმსგავს და უსაქმურ მხატვარს. ნეტა ნიჭი მაინც ჰქონდეს. მისი სურათები დაბმულ ქაჩს ააწყვეტინებს. ისევ წყევლიდა ვარდო და ქოქოლას აყრიდა თავზე მიხას. კორნელის კი იმ მხატვრის დარდი არ ჰქონდა. ისევ თავისი ბედი აწუხებდა. იქნებ ნინოსიც გეშინიათ, კისერზე არ ჩამომეკიდოს. ფიქრობდა, მაგრამ ფიქრისათვის დრო აღარ დარჩა. კორნელი, აი თქვენ რომ შეხვიდოდეთ ჩვენს მდგომარეობაში და ამ ოთახს დაგვითმობდეთ, მაშინ ელოსაც ეშველება და მეგობართა კარდაკარ აღარ ივლის. ახლა სჭირია იმ უბედურს ყურადღება და ჩვენი თანაგრძნობა. თქვენ კი რა დაგიშავდებათ? დეიდასთან იცხოვრებთ. ამაზე ბევრად უკეთეს ოთახში. შეგიძლიათ თუ არა თქვენ დაგვითმოთ ეს ოთახი? ძალზე ხომ არ არის? გაიფიქრა ბოლოს კორნელიმ და მყისვე მიუგო. რახან ასეთი გამოუვალი მდგომარეობა ყოფილა, რა გაეწყობა? მე თანახმავარ. თითქოს ამ სიტყვებს გულღვიძლიც ამოატანაო კორნელიმ და ბრაზისაგან გაიგუდა, მაგრამ გამარჯვების გამო გახარებულ ვარდოს ეს არ შეუმჩნევია. გმადლობთ, კორნელი, დაიძახა მან და ოთახს ისევ მუშტრის თვალი შემოავლო. თითქო წინასწარ გონების თვალით ზომავს, სად რომელი ავეჯი და ნივთი უნდა დაიდგას და მოთავსდესო. სრულიადაც არ ფიქრობდა თუ რა ცეცხლი ტრიალებდა ამჟამად მისი ქალის მიჯნურის გულში, თუ როგორ დაკოდა და შეურაცხო გამოცდილმა ქალმა ჯერ კიდევ გულუბრყვილო ჭაბუკი. ბოლოს გლოვით მოკლული და თავჩაღუნული კორნელი რომ დაინახა, მიხვდა და ანუგეშა. მართალია კორნელი, ჩვენ ერთმანეთს შევეჩვიეთ და ახლა ალბათ განშორება გეძნელებათ, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. ერთმანეთს სამუდამოდ ხომ არ ვშორდებით, თქვენ თბილისში იქნებით და ჩვენ საივლით. მაშ რა გვეღონა?
ელოს ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებდით. რა თქმა უნდა, მიუგო კორნელი, მაგრამ იგი სხვას ფიქრობდა. თავიდან მომიშორეთ და ახლა უგეშის ცემა ზედმეტია. პირდაპირ გეთქვათ, ეს არასჯობდა, შორიდან რა დიწყებდით. თქვენ მაჯობეთ და ახლა რა გაეწყობა. იზეიმეთ თქვენი გამარჯვება. მე თაყვანსა გცემდით, გაფასებდით. თქვენ კი ბოროტი და ცვიერი ქალი ყოფილხართ. ფეხქვეშ გასთელეთ ჩემი გრძნობა და თავმოყვარეობა. ასე ფიქრობდა კორნელი. მერმე მთვრალივით რაღაც ბოროტად შეხედა ვარდოს და ვარდო საშინლად შეკრთა. კორნელის შერცხვა ნაძალადევად გაუღიმა და უთხრა: მაშ ასე ეს საქმე მოგვარდა. დიდად გმადლობთ, კორნელი, მიუგო ვარდომ და წამოდგა. კორნელიც წამოიჭრა და ჰკითხა: ნინო ძალიან შეაწუხა ალბათ ელოს უბედურებამ. ისედაც ერთთავად მოშლილი ჰქონდა ნერვები და ახლა სულ ტირის. შეიძლება ვნახო. ნინო დიდედამ წაიყვანა თავის დისწულთან. გახიზნეთ, გაიფიქრა კორნელიმ.